საღამშვიდობის 9 ივნის BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ნალავიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 271 მილიონ 200.000 დოლარი შეადგინა. ეს 2025 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებთან შედარებით 47.7%-ით მეტია. საქსტატი ზრდის ტენდენციას სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით ხსნის. პრემიერი ეკონომიკური ზრდით კმაყოფილია, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა მუდმივად უნდა იმატებდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, FDI-ის თითქმის 50%-იანი ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესი იზრდება. პრემიერ-მინისტრი მაქსიმუმ თვის ბოლომდე ანაგლის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით სიახლეების გასაჯაროებას აანონსებს. ირაკლი კობახიძის არ დაუანონსებია. ეს სიახლე შეეხება თუ არა 2024 წელს საერთაშორისო კონკურსით გამოვლენილ უპირატეს მონაწილეს, ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმ CCCC-ს. ჭპს ბადა კონსტრაქშენის მფლობელის განცხადებით მეტროსადგურ ავლაბრის დატბორვის მიზეზი სახურავის გაწმენდის პროცესში ძირითადი სანიაღვრე სადინარის დაზიანება გახდა. ბაჩანა ადამიანის განცხადებით სახურავის დასუფთავებისას დაზიანდა მთავარი სადინარი, რამაც მოგვიანებით მეტროსადგურში წყლის ჩასვლა და დატბორვა გამოიწვია. ნარჩენების მართვის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სისტემაში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც უწყების მართვაში არსებულ გზებზე ნარჩენების მართვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს გამოავლენს. პირველ კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა 271 მილიონ 200.000 დოლარი შეადგინა. ეს 2025 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემს 47.7%-ით აღემატება. საქსტატი ამ ზრდას FDI-ის ორი კომპონენტი, სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით ხსნის. პირდაპირ უცხოური ინვესტიციებში ყველაზე დიდი წილი კვლავინდებურად კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია, რაც აჩვენებს ოფიციალური მონაცემები. ჩანან თუ არა ახალი ინვესტორები ქვეყანაში და როგორი არის სპეციალისტების შეფასებები. ელნი გოგბერაშვილის სიუჟეტში გიყვებით. პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები თითქმის 48%-ით 271.2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. FDI-ის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია წინა წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, რადგან 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები 193.6 მილიონ დოლარამდე იყო შემცირებული. საქსტატი აღნიშნავს, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ყველაზე დიდი წილი კვლავინდებურად კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია. სტატისტიკაში ახალი ინვესტიციები ფაქტობრივად არ ჩანს. შესაბამისად წლების განმავლობაში ქვეყნების და სექტორების რეიტინგიც არ იცვლება. პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში განხორციელდა და 125.1 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია, ხოლო მესამეზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი. ამ სამი უმსხვილესი სექტორის წილმა კი FDI-ში 77.8% შეადგინა. ინვესტორ ქვეყნებს შორისაც პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 42.4 მილიონი დოლარით, რადგან საქართველოს მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები იურიდიულად სწორედ დიდ ბრიტანეთში არიან რეგისტრირებული და მათი ოპერაციები FDI-ში აღირიცხება. BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად ტოპ-10 კომპანიას შორის, სადაც პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, შედიან თელასი, აიდიოს ბორჯომი, მაქტიკომი, თბილისი ენერჯი და BJO ჯგუფი. BMG-მ პრემიერს კითხა, რატომ არ ჩანან ქვეყანაში ახალი ინვესტორები და სად არის პრობლემა. მთავრობის მეთაური პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ზრდით კმაყოფილია, თუმცა ირაკლი კობახიძე იმასაც ამბობს, რომ კიდევ უფრო მეტად არის სამუშაო ინვესტორების მოსაზიდად. მე გეთანხმებით, რომ კიდევ უფრო მეტად არის სამუშაო ინვესტორების მოსაზიდად, სადაც მთავრობა რეალურად ძალიან აქტიურად მუშაობს. რაც წინ ზოგიერთებს, მაგალითად MR-ის Eagle Hills-ის ინვესტიცია განსაკუთრებულად ეწყინა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს და მთელი აქციებიც კი მოაწყვეს, ასევე დიდად არის სიამოვნად არც ტეზერის შემოსვლა საქართველოში და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ მუშაობთ ინვესტორებთან აქტიურად, როგორც წყვილ, განსაკუთრებულად წყვილ ინვესტორებთან, წყვილ საშუალო მასშტაბის ინვესტორებთან. ეს არის მუდმივი პროცესი და მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ კუთხით საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული, მათ შორის ინსტიტუციური ცვლილებებიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში.
ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით ინვესტიციები ქვეყანაში არა ახალი ინვესტორების შემოსვლით, არამედ საფინანსო სექტორში მოგების რეინვესტირების შედეგად გაიზარდა. მისი თქმით, ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშეები არ ჩანან, ინვესტიციებს კი ისევ ძველი, ნაცნობი კომპანიები ახორციელებენ. გამოჩნდა რუსეთი, რადგანაც თელასია ერთ-ერთი ინვესტორი ენერგეტიკაში, ხო? გამოჩნდა პირობითად ამერიკის შეერთებული შტატები, რადგანაც MACT არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებული კომპანია და ასე შემდეგ. ანუ ისევ იგივე კომპანიები, იგივე ქვეყნები, იგივე კონფიგურაცია, როცა რეინვესტირება მნიშვნელოვნად აჭარბებს ასე ვთქვათ, ახალ ინვესტიციებს და არც ერთი ახალი მსხვილი მოთამაშე, რომელიც საინტერესო იქნება გრძელვადიანად და როცა საუბარი არის უკვე 100 მილიარდიან ეკონომიკაზე, იქ 20-25 მილიონიანი ინვესტიცია უძრავ ქონებაში, რომც იყოს ახალი, ეს არის 2-3 კორპუსის აშენება და ნუ ეხლა ასე ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ თუ კორპუსის მშენებლები მსხვილ ინვესტორებად გაიყიდა. ბილბის დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის დაკვირვებით ინვესტიციების ლანდშაფტი შეიცვალა. საქართველოში დასავლური ინვესტიციები შემცირდა, აღმოსავლეთიდან ინტერესი კი გაიზარდა. ჩემი ერთ კონკრეტული ფირმის დაკვირვებით ლანდშაფტი შეიცვალა ინვესტიციების და ძალიან იკლო დასავლურმა ინვესტიციებმა და აქტიურობა დასავლურ კომპანიებს. ეს არის ევროპა, ამერიკა, როგორც ფინანსირების შემოდინების კუთხით. თქვათ, მე ავიძახ საფინანსო სექტორში, შეიძლება საფინანსო სექტორში სხვა სიტუაციაა, მაგრამ თქვათ ზოგადად კერძო ბიზნესში ლანდშაფტი შეიცვალა და ეს ნელ-ნელა ჩვენი დაკვირვებით გადმოვიდა უფრო აღმოსავლეთისკენ, ვიდრე იყო ადრე. აღმოსავლეთის ქვეყნების მზარდ ინტერესს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პრეზიდენტი ადასტურებს. დავით სირდავა ამბობს, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების ინვესტორებს ნაკლებად აინტერესებთ ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები. ისინი უყურებენ ეკონომიკურ პარამეტრებს და ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს ეყრდნობიან. გლობალურ ჭრილში უყურებენ როგორც ბიზნესი როგორ იზრდება. ადარებენ გარკვეულ ქვეყნებს. ანუ ეკონომიკური ზრდა ჩვენ როგორც არის, ისინი უყურებენ ციფრებს. იგივე როგორც არის საქართველოს ეკონომიკის შესაბამის მთავარ გვერდზე, მათთვის ეს სანდოწყარო არის. შესაბამისად სხვა კუთხით, რომელიც გარკვეულწილად საერთაშორისო ორგანიზაციები დასკვნებს, ესეც მათთვის სანდოწყარო. ისინი უყურებენ ციფრებს, ანუ ბიზნესი უყურებს ციფრებს. აი ასეთი შესწავლის შემდგომ მათი ვიზიტი აქვს თუ ასეთი ერთეულ შემთხვევებში არ ვიტყვით, რომ ის დარგულება აქვს საზღვარზე, სხვა შემთხვევაში როცა ჩამოდის, ნამდვილად მოწყვეტ, მათი მისაღებია და უფრო აი ესეთი კვლევით ნაწილში არიან, ანუ სწავლობენ. ზოგი იღებს გაცვლებას საქმიანობას აკეთებს, ზოგი მაინც თავს იკავებს. ინვესტიციების ზრდის არსებული დინამიკის გათვალისწინებით ეკონომიკის სამინისტროში მოლოდინი აქვთ, რომ FDI ზრდას მომავალშიც გააგრძელებს. გეოპოლიტიკური შოკების ფონზე საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება, აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, რაც საქართველოში არის, იმ უსაფრთხო გარემოზე, რაც ინვესტორებს აძლევს რწმუნებას, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების მაჩვენებლები მომავალ თვეებში და წლებშიც გაიზრდება, რაც ქვეყანაში ქმნის ერთის მხრივ ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყანაში ხდება მნიშვნელოვანი ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. ჯამურად FDI ზრდის მიუხედავად ბოლო წლებში ენერგეტიკის სექტორში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შემცირების დინამიკა აქვს. წელს პირველ კვარტალში დარგში მხოლოდ 31.9 მილიონი დოლარის FDI ჩაიდო. 18.5 მილიონ დოლარამდეა შემცირებული ინვესტიციები დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. მშენებლობის სექტორში კი წელს პირველ კვარტალში 12.3 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.3 მილიონით ჩამორჩება. საპენსიო ფონდის ზრდას განაგრძობს ფონდის მონაცემებით მაისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 9 მილიარდ 400 მილიონ ლარს აღწევდა, ხოლო დაგენერირებული ამონაგები 2 მილიარდ 700 მილიონი ლარის მოცულობას გასცდა. ფონდში სულ 1.742.000 ადამიანია გაწევრიანებული. მაისში ყველაზე მაღალი 2.59%-იანი მომგებიანება დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, რაც ამ პორტფელში საერთაშორისო აქციების უფრო მაღალი წილით აიხსნება. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მოგებიანობამ შესაბამისად 1.99 და 1.29% შეადგინა. მაისში საპენსიო ფონდის პორტფელების დადებითი შედეგი ძირითადად საერთაშორისო აქციების მაღალმა შემოსავლიანობამ უზრუნველყო. აქციების ზრდის მთავარი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორთა განახლებული ოპტიმიზმი იყო, რაც გლობალურად ნახევარგამტარების მეხსიერების ჩიპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასებზე დადებითად აისახა.
წლების განმავლობაში მთავრობის მეთაურს კორუფციასთან ბრძოლის რესურსი არ ჰქონდა. ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე კითხვას კორუფციასთან დაკავშირებით და გასული წლის ივნისიდან მოყოლებული პერიოდზე პასუხისმგებლობას მინისტრების და მათი მოადგილეების კანონთან შესაბამისად მუშაობაზე პასუხისმგებლობას იღებს. პრემიერი ამბობს, რომ წინა წლებში ბევრ პრობლემასთან ბრძოლით იყო დაკავებული, თუმცა ის ირწმუნება, რომ გასული 1 წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტები მაღალ რგოლში სრულად აღმოიფხვრა. 2025 წელს კორუფციის ბრალდები დაკავებულ თანამდებობის პირებს შორის არიან ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და სუსის ყოფილი უფროსი. დღეს პასუხისმგებელი ვარ ასე, რაც გუშინაც ვიდა, დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ ავიღოთ ხოლო შარშანდელი ივნისიდან პერიოდი. ივნისს რატო ამბობ? იმიტომ რომ ივნისში დასრულდა არსებითად საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ შარშანდელი ივნისიდან პერიოდი და ნახოთ კორუფციის ერთი ფაქტი თუ იქნება დაკავშირებული ზედადონის, ზედაეშელონის პოლიტიკოსებთან, როგორც არიან მაგალითად პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ერთ ფაქტს თუ ამოიღებთ კორუფციის, პირდებით რომ ყისიერად გვექნება უკომპრომისო რეაქცია. საქართველოს მოქალაქეები ინდ მეწარმეებად დარეგისტრირებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს გონიერი კონტრაქტის ახალ ინოვაციურ მომსახურებას თავაზობს, რომელიც დაფუძნებული არის გონიერი კონტრაქტის თანამედროვე ტექნოლოგიაზე და დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას მომსახურება სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ. სამინისტროს ინფორმაციით, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი. მოქალაქეთა მაღალი ინტერესის და მომართვიანობის გათვალისწინებით სააგენტომ მომსახურებაში გონიერი კონტრაქტის მექანიზმი დანერგა, რაც პროცესს კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად ხელმისაწვდომს ხდის. გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხო და თანადროული ანგარიშსწორება. სისტემა უზრუნველყოფს რეგისტრაციის პროცესის და შესაბამისი ფინანსური ოპერაციის ერთდროულ განხორციელებას, რაც მომხმარებლებისათვის დამატებით გარანტიას ქმნის. ბიზნეს შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული კიდევ ერთი მომსახურება უძვირდება. მთავრობის დადგენილებით 2027 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ღირებულება ორმაგდება და ბიზნესისთვის 20,000 ლარით, რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის კი 10,000 ლარით განისაზღვრება. კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი დავით აღნიშნავს, რომ 2027 წლიდან ტარიფის 20,000 ლარამდე გაზრდა სერიოზულ ბარიერებს შეუქმნის სულმცირე და საშუალო საწარმოებს და ფაქტობრივად ეს სერვისი მათთვის ხელმიუწვდომელი იქნება. მისივე განმარტებით სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ინოვაციურ სფეროებში მომუშავე კომპანიებისთვის, რომელთაც სპეციფიკური კითხვები აქვთ. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო წინასწარი გადაწყვეტილება ერთი შეხედვით კერძო კომპანიის ინტერესებს ემსახურება და შეიძლება იყოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ უნდა დაფინანსდეს მთლიანად ბიუჯეტიდან, ხო? ეს მაინც არ ემსახურება 100%-ით იმ კერძო კომპანიის ინტერესს, ვინც ეს სერვისი შეუკვეთა, ვინაიდან ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ასეთი საჯარო წინასწარი გადაწყვეტილების დროს ძალიან ისეთი რთული кейსი გაუვლია შემოსავლების სამსახურს და შემდგომში ეს გამხდარა ერთგვარი პრეცედენტი. იმ რეალობაში, რომ 20,000 ლარი ხდება, ეხა ეს სერვისი დაუშვათ მილიარდი რო აქვს წლიური ბრუნვა ან მოგება ესეთი კომპანიისთვისაც და მცირე ზომის კომპანიისთვისაც, ანუ ეს სამწუხაროდ რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იყოს ეს ხელმისაწვდომი, ეს ვერ მიიღწევა და მე თუ მკითხავთ, აი დღევანდელი ტარიფიც 10,000 ლარით საკმაოდ ძვირია, იმიტომ რომ თვითონ შემოსავლების სამსახურსაც ექნება ალბათ სტატისტიკა, რომ ძირითადად მსხვილი კომპანიები სარგებლობენ დღესდღეობითაც და მით უმეტეს თუ ეს გაორმაგდა. კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი, რომელიც კონგრესმენებმა ჯო ვილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს, მიღებულია. შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში რუსეთის და ჩინეთის სადაზვერო სამსახურების შესაძლო თანამშრომლობის შესწავლას და ვაშინგტონის მხრიდან თბილისთან ურთიერთობის 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს. კონგრესში მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჯო ვილსონი არასერიოზული კაცია და მისი თქმით, მას საკუთარ ქვეყანაში სერიოზულად არ აღიქვამენ. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს გააღრმავოს ურთიერთობები ჩინეთთან.
პრემიერ-მინისტრი 11 ივნისს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე ქართულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ამბობს, რომ შანტაჟი უვიზოს შეჩერებაზე ვერ გაჭრის. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირი მძიმე მდგომარეობაშია. პარლამენტში განიხილება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც თბილისის საკრებულოს უფლება ექნება დაუმთავრებელი მშენებლობების და ავარიული სახლების დასრულება ჩანაცვლების მიზნით ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრა გადარგვის საკითხზე განსხვავებული რეგულაციები დაადგინოს. აზერბაიჯანული სააგენტო რიპორტის ინფორმაციით, BP ბაქოს უბსის მილსადენის ოპერირებას საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცემს. როგორც რეპორტი წერს, BP-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოპერირების გადაცემა BP-ის მიერ აქტივიდან გასვლას არ ნიშნავს. მთავრობა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა შენახვის მიზნით ახალ სახელმწიფო კომპანიას აფუძნებს, რისთვისაც პირველ ეტაპზე დაახლოებით 63 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მართვის ახალი მოდელით სამუშაოები უფრო ეფექტიანად შესრულდება და გრძელვადიან პერიოდში ხარჯების ოპტიმიზაციას ხელს შეუწყობს. პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ კერძო კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ იყო. თავად ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებით მნიშვნელოვანი ინტერესთა კონფლიქტი იქნება, კერძო სექტორს კი კონკურენტი გაუჩნდება. დეტალებზე ნუცაშუბაშვილის სიუჟეტში გიყვებით. მთავრობა გზების მოვლა შენახვის მიზნით ახალ სახელმწიფო კომპანიას აფუძნებს. შესაბამისად, თუ კი აქამდე საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ახორციელებდნენ, ახლა უკვე ამ ფუნქციას სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს. ამ ეტაპზე განსაზღვრულია, რომ ახალი სახელმწიფო შეპესე გორი-არგვეთას 105 კილომეტრიანი საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს, რომელიც თავის მხრივ 138 ხიდს და 59 გვირაბს აერთიანებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებული მოდელი, რომელიც მომსახურების მრავალ კონტრაქტორზე გადანაწილებას ეფუძნება, სრულად ვერ პასუხობს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის მოთხოვნებს. შესაბამისად, ხარისხის გაუმჯობესების მოტივით მთავრობა საწყისი 63 მილიონი ლარის კაპიტალით ახალ სახელმწიფო კომპანიას ქმნის. ეს არის 138 ხიდი და 59 გვირაბი, 105 კილომეტრი გზის მონაკვეთთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. ამას უკვე უბრალოდ გზის საფარის მოვლის საჭიროების გარდა გება რეალურად რთული კონსტრუქციული ნაგებობების მოვლის საკითხი და შესაბამისად შემოვდივართ წინადადებით, რომ გზების მოვლა შენახვის, გზების ან გზის მონაკვეთების მოვლა შენახვასთან მიმართებაში გზების დეპარტამენტს ასევე შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ მოვლა შენახვის მოვალეობის შესრულება სრულად და ნაწილობრივ გადასცეს მის მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ახალი კომპანიის შექმნა ორ მიზანს ემსახურება. ერთია გზების მიმდინარე მოვლა შეკეთების სამუშაოების უფრო ეფექტიანად განხორციელება, მეორე კი სტიქიური მოვლენების დროს საგზაო გაწმენდის და ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების მყისიერად ჩატარება. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ კერძო კომპანიის შემთხვევაში ხშირად არადამაკმაყოფილებელი ხარისხი დგებოდა, ხოლო სახელმწიფო კომპანია ამ ფუნქციას უკეთ შეასრულებს. მოვლა შენახვისის მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კომპანიის შექმნა ჩვენ მოგცემს ასევე იმის საშუალებას, რომ საკმარისად მობილიზებული გქონდეს ამ კომპანიის სპეცტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სტიქიასთან გამგლოვებისთვისაც იქნება გამოყენებული. კერძო კომპანია უფრო მაღალი მოგების მარჟით მუშაობს, სახელმწიფო კომპანია სხვანაირად იმუშავებს, რაც შეება ხარისხს შეგვიძლია ერთად დავაკვირდეთ, რამდენად ხარისხიანი იქნება ამ სახელმწიფო კომპანიის საქმიანობა, რაც შეეხება კერძო კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციაც იყო, ყველაფერიც იყო, ფასების შედარებით მაღალი იყო, ხარისხი არ იყო სამწუხაროდ ისე. გზების მოვლა შენახვის ფუნქციის სახელმწიფო კომპანიის მიერ შესრულებაზე თავად კერძო სექტორს არაერთი კითხვა და შენიშვნა აქვს. ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია კავკასოს როდ პროჯექტის მმართველი პარტნიორი ამ გადაწყვეტილებას კატასტროფას უწოდებს და მთავრობას კითხვითვე მიმართავს. რის საფუძველზე დაასკვნა ხელისუფლება, რომ ამ კონკრეტულ ფუნქციას სახელმწიფო ბიზნესზე უკეთ და ხარისხიანად შეასრულებს. ეს იქნება პირდაპირ კოლაფსი. სახელმწიფო კომპანიებს თუ ვაკეთებთ საქართველოს, მაშინ მშენებლობაზეც გადავიდეთ სახელმწიფო კომპანიებს. პროექტირებაზეც გადავიდეთ სახელმწიფო კომპანიებს და საერთოდ რატომ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი. რა დაგვიშავა, თუ კარგი იყო. მეორე, იქნებ ვინმე დადოს ანალიზი. საერთოდ რაღაცა რო კეთდება, ანალიზი უნდა ითქვა, რატო იქნება ეს კომპანია უკეთესი კერძო კომპანია.
და მესამე ფოტოშოპის მერჩენელების დროს წინათაურობრივად შექმნეს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია და 2014 თუ 2015 დახურეს. რატომ? ხონდა გავერკვიოთ ერთხელ და საბუდობოდ რომ ჩვენ მივდივართ საბაზრო ეკონომიკისკენ თუ მივდივართ დირექტიული ეკონომიკისკენ. პირობითად გორიდან შეიძლება ყაზბეგში, სვანეთშიც ნებისმიერ დროს სახელმწიფომ დაავალოს თავის CP იქნება თუ როგორი სახითაც ჩამოყალიბდება, რომ ერთობლივად დროულად მოხდეს პრობლემების გადაჭრა. თუმცა ვინ უნდა გააკონტროლოს როგორ შესრულდა სამუშაოები, ანუ ამ შემთხვევაში ხა წარმოუდგენელია კერძო საზედამხედველო კომპანიამ აკონტროლოს სახელმწიფო ორგანო როგორ აწარმოებს მოვლა შენახვის სამუშაოებს, ხო? ანუ გამოდის ისე რომ ხარისხი და ზედამხედველობას თვითონ უნდა გასწიოთ. ინტერესთა კონფლიქტი იმ ხელა დონეზე ჩნდება, რომ ესეთი წყობით არც ერთ თანამედროვე ევროპული თუ განვითარებული ქვეყანა არ მოქმედებს და ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს სამშენებლო ლაბორატორია კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიის ხელმძღვანელსაც, რომელიც აცხადებს, რომ ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებით მნიშვნელოვანი ინტერესთა კონფლიქტი იქმნება. კერძო სექტორს კი კონკურენტი უჩნდება. ტიტე ჯიშიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ მსგავსი ფუნქციების შესრულება თანამედროვე მიდგომას არ წარმოადგენს და კერძო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი იქნება. კერძო სექტორს რა თქმა უნდა ალბათ უჩნდება კონკურენტი, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით ზონებად არის საქართველოს დაყოფილი და თითოეულ ზონაში ცხადდება მოვლა შენახვის ტენდერები და სხვა ნებისმიერ კუთხეში თუ რეგიონში არის სხვადასხვა კომპანიები დიდი ხანია უკვე და წლები აგროვებენ როგორც სამუშაო გამოცდილების სამუშაო პერსონალს, ასევე ტექნიკას. პირობითად ჩარშან ვიღაცამ შეიძლება ძალიან დიდი თანხა ჩადო იმაში, რომ შემოეტანა ახალი ტექნიკა და უკვე დღეს დაინახა ის, რომ უცებ შეიძლება მისი საქმიანობა საერთოდ ას მოკლებული გახდეს. ეკონომისტების ნაწილი კი აცხადებს, რომ ახალი სახელმწიფო კომპანიის შექმნა და ბიუროკრატიის გაზრდა თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის ქართული ოცნების რიტორიკასთან, სახელმწიფო უწყებებსა და საწარმოებში თანხების ოპტიმიზაციის შესახებ. ფიციმ წამს ბოლო მაკვირვებს ამაყობს ირაკლი ხობახიძე უკვე წელიწადნახევარია, როგორ შეამცირა ხარჯები საჯარო სამსახურში და ოპტიმიზაცია გააკეთა სახელმწიფო კომპანიებში და თვითონ უკვე ყოველ კვირეულად ახალ სახელმწიფო კომპანიების შექმნას აინიცირებს და ეს უბრალოდ არათანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა. მეორე, რა გზით მოხდება ეს ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ესე იგი ამ ხარჯებს არა ბიუჯეტიდან დაფარავს სახელმწიფო, არამედ ჩვენ მოგვიწევს უხარისხო ინფრასტრუქტურის მოვლის და ფაქტიურად თავიდან კეთების ან შეკეთების დაფინანსება. გზების მოვლა შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნების ინიციატივას საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტით აჩქარებული წესით განიხილავს. ახალი სახელმწიფო კომპანიის შექმნისთვის საწყის ეტაპზე დაახლოებით 63 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომლითაც სახელმწიფომ 119 ერთეული თანამედროვე ტექნიკა უნდა შეიძინოს. ასევე კომპანიის წლიური ოპერაციული ხარჯები ნავარაუდევია, რომ 30 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. ამ თანხაში შედის 163 თანამშრომლის სახელმწიფო ფონდი, რომელიც დაახლოებით 7 მილიონ ლარს შეადგენს. გზებზე წესრიგისთვის ახალი სამსახური იქმნება საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც. ნარჩენების მართვის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით ახალი სამსახური საავტომობილო გზების დანაგვიანების და ნარჩენების არასწორი მართვის ფაქტებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ამ დრომდე სხვადასხვა უწყებებს შორის კომპეტენციის განუსაზღვრელობის გამო მსგავს დარღვევებზე დროული რეაგირება პრობლემას წარმოადგენდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გარდა გზების მოვლა შენახვის ნაწილისა, მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება უსაფრთხოების საკითხი, რისთვისაც შეიქმნება უშუალოდ გზების დეპარტამენტში სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მათ შორის პირუტყვის გზაზე გადასვლის ღონისძიებების პრევენციას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით უწყებაში 25 თანამშრომელი იქნება და საშუალო სახელფასო ფონდი 120,000 ლარით არის განსაზღვრული. რაც შეეხება ყოველწლიურ ხარჯებს, სრულფასოვანი ინსპექტირებისა და მონიტორინგისათვის ყოველწლიურად 300,000 ლარის საწვავი გამოიყოფა, ხოლო 350,000 ლარი მოვლა შენახვისთვის იქნება განკუთვნილი. ტექნიკური აღჭურვილობისათვის ერთჯერადად 50,000 ლარია გათვალისწინებული. ეს რესურსი აუცილებელი არის 6,000 კილომეტრის საავტომობილო ქსელის სისტემური კონტროლისათვის. კანონპროექტის ავტორები ასევე განმარტავენ, რომ ახალი სამსახურის შექმნა მიმდინარე წელსვე კანონის ამოქმედებისთანავე იგეგმება.
პრემიერ-მინისტრი მთავრობის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით ჯარიმების შემცირებაზე პოზიციას განიხილავს. ირაკლი კოპახიძე ამბობს, რომ ბოლო 1 წლის მონაცემებით გაზრდილ ჯარიმებსა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სტატისტიკას შორის პირდაპირი კორელაცია არ არის. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ჯარიმები მოსახლეობას ტვირთად აწვება, თუმცა შედეგი რაზეც ის იყო გათვლილი, ვერ დგება. დავგვირდებით სტატისტიკას და იმას თუ რა გავლენას ახდენს მაგალითად ჯარიმების ზრდა სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. ჩვენ დავაკვირდით გასული თვეების მონაცემებს, გასული დაახლოებით 1 წლის მონაცემებს და ვნახევთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ არ არის. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები პირდაპირ აწვება, რა თქმა უნდა, პირდაპირ მოსახლეობას აბსოლუტურად შეგვიძლია განვიხილოთ ასეთი ვერსია ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით და ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტთან ერთად. დღეს ვართ საკმარისად მომაგრებულები იმისთვის, რომ ნებისმიერი ინიციატივა გავიტანოთ, ასე პასუხობს პრემიერი BMG-ს კითხვას, თუ რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ ამ დრომდე სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის პრობლემის მოგვარება. ირაკლი კოპახიძის თქმით, დღეს არის სახელმწიფო საკმარისად ძლიერი საიმისოდ, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, ნებისმიერი ლობის მფარველობას. ჰესებსაც ავაშენებთ და კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება ყველა მიმართულებით, ამბობს მთავრობის ხელმძღვანელი. ჩვენ ძალიან ბევრი საკადროსვლებაც განახორციელებთ, მათ შორის ძალოვანი მიმართულებით შევცვალეთ მთლიანად მიდგომები, დამოკიდებულებები და სახელმწიფო დღეს არის ძლიერი. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც გეტყვით, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ცდილობდა საბოტაჟს ამ ქვეყანაში. კონკრეტული შემთხვევა იყო, როდესაც ინვესტორს გამოუყვანეს მოსახლეობა და ვიცით ვინ გამოუყვანა მოსახლეობა, მიზანი იყო წელში ჩაჯდომა. იყო შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიის რაღაცა ჩართულ კომპანიებს ჰქონდათ ინტერესი ჰესი არაშენებული იყო და ისინიც ამობილიზო. ძალიან ადვილია საქართველოში, უცბად შეგიძლია 50 კაცი დაამობილიზო და ჩაშალო სხვადასხვა ტიპის ადვილი იყო ჩაგეშალა ასეთი ტიპის პროექტები, აღარ არის ეს ადვილი. ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება ყველა მიმართულებით. იქნება ეს კორუფცია, საბოტაჟი თუ ნებისმიერი სხვა, სახელმწიფო დღეს არ იყო. ჯერ კიდევ წელიწადი 2-3 თვის წინ ასე არ იყო. დღეს და ამაზე პირადად მეც ვარ პასუხისმგებელი, დღეს არის სახელმწიფოს საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, ნებისმიერ ლობის მფარველობას და ასე შემდეგ. რაღაც ბუშტი იბერება და ბოლოს გასკდება, ყველაფერს აქვს საზღვარი, ამბობს პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე. მაინინგის შეწყვეტაზე არაერთი წელია მოსახლეობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აღნიშნავს ის. მისივე თქმით, არ მოსწონს იმ ადამიანების აქციელი, რომლებიც სვანეთს ვნებენ. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება დენის მოხმარების კვოტებზე რამდენიმე ვარიანტს დადებს, რომ სვანეთი არ ჩაბნელდეს და ბიზნესის და მოსახლეობაც არ დაიჩაგროს. დღეს ვტრაბახობთ, რომ კარგ კურორტს ვაშენებთ და უცებ დენი არ არის. სასტუმროში ცხელი წყალი არ არის, ცივა, საბაგირო გამორთულია, ამბობს ის და აღნიშნავს, რომ პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებაში არა მხოლოდ მაინერების, არამედ ზოგადად გაზრდილი მოხმარების გამოა, მათ შორის სასტუმროების მხრიდანაც. ჩემი მოსახლეობის შეხვედრა იყო მხოლოდ საუბარი ამაზე, რომ აიღეთ მაინერები. ნუ შვებით ამ მაინერებს, თორე მე გეუბნებთ, რომ პრობლემა გახდება და ეხლა ნუ რაღაცა არ ხოჭი ბუშტი იბერება, ბოლოს გასკდება ეს და არ მომწონს, მეც არ მომწონს, რა თქმა უნდა არ მომწონს. არ შეიძლება ზამთარში დენი იციშება, არის პრობლემები, ტრანსფორმატორები ფეთქდება, ენერგოპრო არაფერს არ აკეთებს. იმიტომ კი არა რომ არ უნდა, არ აკეთებს, იმიტომ რომ ფულს არ გადაიხდი, მქონდა შეხვედრა ის მაგალითად წყონებულებთან, სასამართლოს წევრებთან, სხვა თემებზე. მაგრამ წარმოიშვება აქაც საკითხი. და იქაც გავახსენე ყველას. გახსოვთ ამას რომ საუბრობდი? ეხლა კეთილი ვინებოს ყველამ დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლება რამოდენიმე ვარიანტს დადებს იმას რომ ეხა სვანეთი არ ჩაბნელდეს სასტუმრო დენზე არის მაგალითად დაერთებული და დენზე ფუნქციონირებს. ხო, გასწობა ეს ყველაფერი და რადგან სვანეთში ალტერნატივა არ არსებობს, შესაბამისი ალბათ მიდგომა უნდა იყოს რომ იმაში დააბალანსო რომ რაც გაზის ფასიხდით იგივე გადაიხადოს რომ განსხვავებულიც არ იყოს რომ თბილისში ზუგდიდში გასახდით სასტუმრო იგივე გადაიხადოს თქვა ჩვენთან.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს დამატებითი გაზის ხელშეკრულებით კვლავ 500 მილიონი კუბური მეტრის გაზის მიღება შეძლებს. კითხვაზე, რომელი მილსადენით მიიღებს საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზს და დათმობს თუ არა თავის წილს სამხრეთ კავკასიის მილსადენში, რათა აზერბაიჯანულმა მხარემ ევროკავშირისათვის უფრო მეტი გაზის მიწოდება შეძლობს, კობახიძე პასუხობს, რომ დღეს საქართველოს აზერბაიჯანიდან 3 ხელშეკრულების ფარგლებში აქვს გაზი და მიღწეული შეთანხმებით ქვეყანამ სამივე მიმართულებიდან იდეალური პირობები მიიღო. სემეკის წლიური ანგარიშით 2025 წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან 2 მილიარდ 270 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო. აქედან 666 მილიონი კუბური მეტრი იმპორტი იყო, 1371 დამატებითი და ოპციური ხელშეკრულებით მიღებული გაზი. სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი მზარდია. 2025 წელს ჭრილო მეზობლიდან ქვეყანამ 886 მილიონი კუბური მეტრი გაზი იყიდა, რაც 12%-ით უფრო მეტია, ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი. შარშან ქვეყანამ ჯამში 3 მილიარდ 172 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა. 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი საქართველოში შემოვა ამოწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ეს არის გარანტირებული მოცულობა და ფასი იქნება ისევ სოციალური, როგორც მანამდე იყო დადგენილი. მთლიანობაში ჩვენი შეთანხმება შეეხებოდა სამივე მიმართულებას და ქვეყანა მიიღო იდეალური პირობები, ისე რომ მოცულობები, მაგალითად საფრანგეთთან დაკავშირებით თუ ზოგადად მოცულობები გაინტერესებთ, მოცულობები არ შემცირებულა პირიქით, გარანტირებული მოცულობა გაეზარდა ქვეყანას, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირებას BP საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცემს. BP-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა წარმოების და ოპერაციების საკითხებში გორდონ ბირელმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპერირების გადაცემა BP-ის მიერ აქტივიდან გასვლას არ ნიშნავს. ეს უბრალოდ იმ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაა, რომელიც BP 10 წლის წინ ავტოფსადენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას აიღო. მისივე თქმით, ეს პროცესი არ უნდა იყოს ისე ინტერპრეტირებული, თითქოს ეს თავად BP-ის არჩევანია. მან თქვა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის გადაცემის პროცესი ივნისში დასრულდება. ამ წლის მაისში საქართველოს მთავრობაში აღნიშნეს, რომ ბაქო-სუფსის ნავსადენის ამუშავებას გეგმავენ. მილსადენი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სრულად გაჩერებულია, წლიურად საშუალოდ 4 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის გატარებას უზრუნველყოფდა. ტრანზიტის შეწყვეტის მიზეზი BP-მ შავ ზღვაში უსაფრთხოების პრობლემების დასახელების არგუმენტით გადაწყვეტა. ამასობაში ქვეყანაში თხევადი გაზი ძვირდება. მარტიდან ამ დრომდე საწვავის საშუალოდ 25 თეთრით არის გაძვირებული, თუმცა ამ სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასების ზრდა მომავალში კიდევ იქნება. მათივე შეფასებით მიზეზი იმპორტიორ ქვეყანაში შექმნილი დეფიციტია, სეზონური წნეხი და გაზგაზამართი სადგურებისთვის დაკისრებული ჯარიმები. თბილისის მერიის მხრიდან დაკისრებულ რამდენიმე ათასლარიან ჯარიმას სექტორის წარმომადგენლები მერიას სასამართლოში გაუსაჩივრებენ. რა ვითარებაა ამ ასობაში ბაზარზე და გაზდელიანის სიუჟეტში გიყვებით. თხევადი გაზი ბოლო ერთ კვირაში კიდევ 5 თეთრით გაძვირდა. ჯამში მარტიდან LPG საწვავი 20-25 თეთრით არის გაძვირებული. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის განმავლობაში ფასების ზრდა გაგრძელდება. სექტორის წარმომადგენლები მიზეზად კომპლექსურ ფაქტორებს ასახელებენ. მათ შორისაა სეზონური ფაქტორი და მოთხოვნის ზრდა. როგორც დარგში განმარტავენ, მაისიდან სექტემბრის ბოლომდე აქტიური საკურორტო სეზონისა და მობილობის ზრდის გამო თხევადი გაზის მოხმარება და მოთხოვნა დაახლოებით 25-30%-ით იზრდება. მაისის თვიდან დაწყებული უკვე სექტემბრის ბოლომდე 20-25 რიცხვამდე ინტენსიური მიმოქცევა არის ადამიანების გადაადგილება და შესაბამისად უფრო მეტ საწვავს მოიხმარენ. ეს იქნება დამატებითი წნეხი ფასზე. რასაკვირველია, გარდა მაგისა არის, რომ რუსეთის ფედერაციაში თხევადი გაზის დეფიციტური პროდუქტი არის ახლა. გაზრდილ მოთხოვნას რუსეთის ბაზარზე შექმნილი თხევადი გაზის დეფიციტიც ემატება. რუსეთი საქართველოსთვის ამ ეტაპზე LPG საწვავის ერთადერთი საიმპორტო ბაზარია. რუსეთ-უკრაინის ომი და საწვავის გადამამუშავებელი ქარხნების დაზიანება მიწოდების დეფიციტს ქმნის. ალტერნატივის არარსებობა კი მიწოდების რისკებს ზრდის. ფასზე გავლენას ახდენს რუსეთის მიერ დაწესებული საექსპორტო ბაჟიც, რომელიც ტონაზე დაახლოებით $130 შეადგენს. ფასების და განაპირობების პირველ რიგში ბოლო ორი თვეა საექსპორტო გადასახადი დაწესდა ტონაზე $130 ფარგლებში. გვეცოდინება 20
ივნისის შემდეგ ხომ არა იწევს კიდე, ყოფილა რომ ამაზე მეტიც ყოფილა. მეორე ვალუტის კურსი მხარი რუბლი განაპირობებს ფასების ზრდას. ზოგადად ეხლა სხვა ფასებიც, რა ვიცი ეხლა ფასებზე რაც ხდება ეხლა ქვეყანაში ბოლოს ცოტა ხელფასების გაზრდაც მოგვიწია. ლარი და 50, ლარი და 55-ის ფარგლებშია და ველოდები პირადად მე ლარი და 70-მდე გაძვირებას. ალტერნატივა არის მხოლოდ ყაზახეთი, რომელსაც თვითონაც რომელიც აზარმოებს თხევადგას, მაგრამ ყაზახეთის არ აქვს იმხელა ექსპორტი, რომ საქართველოს დააკმაყოფილოს. ზღვით შემოტანის ინფრასტრუქტურა კიდევ ჩვენ არ გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ თხევადი გაზის კუთხით რუსეთის ფედერაციაზე. ფასების ზრდაზე მოქმედებს ადგილობრივი ფაქტორებიც. თხევადი გაზის სადგურებისთვის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაკისრებული ჯარიმების გამო რამდენიმე ათეული სადგური უკვე დაიხურა. ნაწილი კი დამატებითი ჯარიმების საფრთხის წინაშე განაგრძობს ფუნქციონირებას. სექტორის წარმომადგენელთა ნაწილმა ჯარიმები მერიაშივე გაასაჩივრა, ნაწილმა კი სასამართლოს მიმართა. თუმცა ჯერჯერობით საკითხზე გადაწყვეტილება არც მერიას მიუღია და არც სასამართლო განხილვები ჩანიშნულა. შეთანხმება არანაირი არ გვაქვს, რომ რაც შეეხება შეთანხმებას სადგურების დიდი რაოდენობა არ არის ჯერჯერობით დახურული, არის დაახლოებით ალბათ 10% დახურული. ახლა ჯერჯერობით ჯარიმების განხილვა არის მერიის იურიდიულ სამსახურში. იმიტომ რომ ეს ჯარიმები, რომელიც გამოიწერა, ჩვენი მოსაზრებით ეს ჯარიმები არ შეესაბამება კანონის ნორმებს. და ამიტომაც არის განხილული და გასაჩივრებული. გასაჩივრებულია სასამართლოში და განხილვა ჯერჯერობით არ არის დანიშნული. ზოგი მერიაში ასაჩივრებს, ზოგი პირდაპირ სასამართლოში ორივე გზით შეიძლება. ყველა არის რისკის ქვეშ რა და დაჯარიმება როცა ხდება იურისტები ასაჩივრებენ და ამ ფორმით ვაგრძელებს. განმეორებითიც აქვს დაწერილი 15,000 ლარიანები. მუნიციპალური ინსპექცია კი განმარტავს, რომ გატარებული ზომები დედაქალაქში საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებში უნებართვოდ მოწყობილ თხევადი გაზის რეალიზაციის ობიექტებსა და ავტომანქანებზე კუსტარულად განთავსებულ სადგურებს ეხება, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით უნებართვოდ ახორციელებდნენ საქმიანობას. საკითხი ეხება წესების დარღვევით ადვილად დაალებადი და ფეთქებადი მასალების განთავსება რეალიზებას, რომელთან დაკავშირებული კანონით ძალაში წელს შევიდა. თუმცა დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი თხევად გაზზე არ უნდა გავრცელდეს. ეს წესი და ეს კანონი თავის შინაარსის მიხედვით არ მოიცავს თხევად გაზს. თხევადი გაზი არის საწვავი, არის სხვა რომ არის საწვავი. ეს არ არის ფეთქებადი ნივთიერება. ფეთქებადი ნივთიერება არის შესაბამისი კლასიფიკაციით განსაზღვრული ნივთიერებები. არც ადვილად დაალებადია. თხევადი გაზის რეალიზაციის, განთავსების რეალიზაციის და წესები არის გაწერილი საქართველოს კანონმდებლობით. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ადვილად დაალებადი ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან და რეალიზაცია თბილისის სხვადასხვა ზონაში 2026 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული წესი სექტემბრიდან მუნიციპალიტეტებსაც გავრცელდება და რეგიონებში განთავსებულ თხევადი გაზის სადგურებსაც შეეხება. ასეთი ობიექტების იმ ადგილებში განთავსების შემთხვევაში, რომლებიც მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ განსაზღვრული არ არის, ფიზიკური პირები 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 5000 ლარით დაჯარიმდებიან. ჭპს ბადა კონსტრაქშენის მფლობელი აღნიშნავს, რომ მეტრო სადგურ ავლაბრის დატბორვის მიზეზი სახურავის გაწმენდის პროცესში ძირითადი სანიაღორე სადინარი დაზიანება გახდა. პაჩანა ადამიანის თქმით, სახურავის დასუფთავებისას მთავარი სადინარი დაზიანდა, ამან მოგვიანებით მეტრო სადგურში წყლის ჩასვლა და დატბორვა გამოიწვია. ზედა სახურავის გაწმენდის დროს დააზიანეს ძირითადი სადინარი, ამან გამოიწვია შემთხვევა. შემდეგ დაზიანება აღმოფხვრილია, მზარალის ოდენობა სიმართლე გითხრათ ზუსტად არც მე ვიცი, სახურავის პერსონალი წმენდა, ამბობს პაჩანა ადამია. კახა კალაძე მერიის აუდიტის სამსახურს ახლად რეაბილიტირებული ავლაბრის მეტროში წვიმის ჩასროლის საკითხი შესწავლა 27 მაისს დაავალა. მეტროსადგურ ავლაბრის ზედა ვესტიბულში, რომლის რეაბილიტაციაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,200,000 ლარი დაიხარჯა, უხუნალექის შედეგად სახურავის სანიაღორე სისტემა დაზიანდა, ამან გამოიწვია წყლის მოხვედრა მეტროსადგურის შიდა სივრცეში. ავლაბრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამარტივებული შესყიდვის წესით ჭპს ბადა კონსტრაქშენმა შეასრულა. სამეწარმეო
რეესტრის მონაცემებით გადაქონსტრაქშენი 2011 წლის ივლისში არეგისტრირებული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბაჩანა ადამია დირექტორის თანამდებობას კი მანუჩარ კონცელიძე იკავებს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21 პაკეტი შეიმუშავა. არსებული ინფორმაციით ამჯერად ბრიუსელი მკაცრ შეზღუდვებს რუსულ საბანკო ქსელებს და იმ ალტერნატიულ ფინანსურ პლატფორმებს დაუწესებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით გადარიცხვებში და ეკონომიკურ აქტივობაში აქტიურად მონაწილეობენ. სამხრეთ კორეის მთავრობამ დაამტკიცა სპეციალური საპრეზიდენტო დეკრეტი, რომელიც გასულ წელს ვაშინგტონსა და სეულს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში 350 მილიარდი დოლარის მოცულობის სტრატეგიული ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპის განცხადებით ირანთან კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული შეთანხმება შესაძლოა 2 ან 3 დღეში იყოს მიღწეული. ტრამპმა თქვა, რომ ირანი და ისრაელი შეთანხმდნენ ერთმანეთისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შიდა გამოთვლითი სიმძლავრეების გაზრდის მიზნით ახალი გეგმა წარადგინა. ინიციატივა $1.1 მილიონი მოცულობის იმ ინვესტიციას ითვალისწინებს, რომელიც ეროვნული სუპერკომპიუტერის შექმნას და ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერას მოხმარდება. შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა, რომელიც მაღალკვალიფიციური უცხოელი მუშაკების დასაქმების მსურველი დამსაქმებლებისათვის 100,000 ლარის ოდენობის სავიზო მოსაკრებლის დაწესებას ითვალისწინებდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ეს ზომა არაავტორიზებულ გადასახადს წარმოადგენს. 2025 წლის სექტემბერში პრეზიდენტის პროკლამაციის გზით ამ მოსაკრებლის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა, მას ფართო უკმაყოფილება და ეროვნული პროტესტი მოჰყვა, მათ შორის იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც უცხოელ მუშახელს ასაქმებენ. შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლემ დაადგინა, რომ ამ პოლიტიკამ კონგრესის გვერდისავლით აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას გადააჭარბა. შეთავაზებული მოსაკრებელი H1B სავიზო პროგრამის განაცხადებისგან იყო მიმართული, რომელიც შტატების ბიზნესებს აძლევს საშუალებას, რომ სპეციალიზებულ სფეროებში უცხოელი პროფესიონალები დაასაქმოთ. გადაწყვეტილების მიხედვით მსგავსი გადასახადის დაწესება კანონმდებლების ან პირდაპირ საკანონმდებლო თანხმობას მოითხოვს, რაც საპრეზიდენტო ძალაუფლების კონსტიტუციურ საზღვრებს უსვამს ხაზს. თეთრმა სახლმა მიანიშნა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21 პაკეტი შეიმუშავა. არსებული ინფორმაციით ამჯერად ბრიუსელი შეზღუდვებს რუსულ საბანკო ქსელს და იმ ალტერნატიულ ფინანსურ პლატფორმებს დაუწესებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით გადარიცხვებში და ეკონომიკურ აქტივობაში აქტიურად მონაწილეობენ. ევროპული მხარის ეს ნაბიჯი მიზნად რუსეთში საბანკო კრიზისის გამოწვევას და სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაჩქარებას ისახავს. 21 პაკეტით სანქცირებული ფინანსური ინსტიტუტების სიაში დამატებით 90 რუსული ბანკი მოხვდება და არსებული ორგანიზაციების რაოდენობა 100-ს გადააჭარბებს. საყურადღებო ფაქტია, რომ საერთაშორისო კავშირების მქონე რუსული კრედიტორების 50%-ზე მეტს მოიცავს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი სანქცირებულთათვის ფინანსური აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას და ტრანზაქციების სრულ შეჩერებას ითვალისწინებს. ევროკომისია პარალელური შეზღუდვების შემოღებისთვისაც ემზადება. ის მუშაობს 35 ბანკთან და 12 კრიპტოპლატფორმასთან, რომელთა დახმარებითაც რუსეთიდან ტრანზაქციები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. როიტერსის ინფორმაციით, ევროპული უწყება დააწესებს მკაცრ კონტროლს იმ ვირტუალურ სისტემებზეც, რომლებიც მოსკოვს მესამე ქვეყნების გავლით საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან. გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით მომავლის საბრძოლო საავიაციო სისტემის მასშტაბური პროგრამა შეჩერდა. მედია წერს, რომ დაახლოებით 100 მილიარდი ევროდ შეფასებული პროექტი მიზნად მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის, ასევე შეიარაღებული და უპილოტო საფრენი აპარატების ინტეგრირებული საჰაერო საბრძოლო ქსელის შექმნას ისახავდა მიზნად. ინიციატივა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს თავდაცვით პროგრამად მიიჩნეოდა. საფრანგეთის, გერმანიის და ესპანეთის თანამშრომლობა კი
კონტინენტის სტრატეგიული ავტონომიის და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა, თუმცა FCAS-ის სახელი ცნობილი პროექტი ჩავარდა. პროექტის შეჩერების მიზეზი ტექნიკურ მახასიათებლებზე, ლიდერობის პასუხისმგებლობაზე, წილებსა და ტექნოლოგიების გადაცემაზე არსებული ხანგრძლივი უთანხმოება. პროგრამის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან დაბრკოლებად მონაწილე თავდაცვით კომპანიებს შორის პატენტების ფლობის, წარმოების ვალდებულებებისა და წამყვან ტექნოლოგიებზე ცდომის საკითხებში არსებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება. ამ დროისათვის წინ საქმიანი საღამო გეულდებათ, რომელსაც გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.